წყალდიდობის დროს შეეცადეთ შეარჩიოთ მყარი შემაღლებული ადგილები. ადით შერჩეულ შემაღლებულ ადგილას შესაძლებლობის შემთხვევაში დაუკავშირდით სამაშველო სამსახურს ან სხვა შესაბამის უწყებას და თუ ამას ვერ ახერხებთ, დაელოდეთ მაშველებს. მეწყერსაშიშ ზონაში ყოფნისას ყურადღება მიაქციეთ მეწყერის ნაადრევ ნიშნებს, ქვების ცვენას, ნაპრალებსა და ბზარებს ფერდობებზე. მეწყერის დროს დატოვეთ ტერიტორია და გადადით უსაფრთხო ადგილას. დაუკავშირდით სამაშველო სამსახურს ან სხვა შესაბამის უწყებას და თუ ამას ვერ ახერხებთ, დაელოდეთ მაშველებს. ზვავსაშიშ ზონაში ყოფნისას გაეცანით ამინდის პროგნოზს. ყურადღება მიაქციეთ ზვავის ნიშნებს, ხმაური და გუგუნი, ჰაერის დიდი ნაკადი. დახურულ სივრცეში გადაინაცვლეთ ოთახის კუთხეში და აიფარეთ მყარი საგანი. ღია სივრცეში თუ ვერ ახერხებთ გაქცევას, დადეგით ზურგით ზვავის მოძრაობის მიმართულებით და მიიღეთ გუნდის ფორმა. ზვავში მოყოლის დროს გაუფრთხილდით ძალღონეს, ჟანგბადს და სითბოს, ამოძრავეთ კიდურები. თვალი ადევნეთ ღვარცოფის გააქტიურების ნიშნებს. წყლის საგზნობი ამღრევა, მატება, ხმაური ხეობაში, მდინარეებში წყლის ნაკადების უეცარი შეწყვეტა. ღვარცოფის დროს დაუყოვნებლივ ადით წყალსადინარიდან რაც შეიძლება შორს. მაღალ ნიშნულზე დაუკავშირდით სამაშველო სამსახურს ან სხვა შესაბამის უწყებას და თუ ამას ვერ ახერხებთ, დაელოდეთ მაშველებს. გაითვალისწინეთ. მაქსიმალურად მოერიდოთ სტიქიის პოტენციური განვითარების ზონებს. მობილობის შეზღუდვისას უმჯობესია იყოლიოთ მეურვე, პირი რომელიც დროულად დაგეხმარებათ უსაფრთხო ადგილზე გადასვლაში. მეტყველების შეზღუდვისას უმჯობესია თან იქონიოთ სასტვენი ან ყურადღების მისაქცევის სხვა საშუალება. ხედველობის შეზღუდვისას თხოვეთ მაშველს გაგიწიოთ მეგზურობა მარჯვენა, მარცხენა იდაყობის შეთავაზებით. გაგაფრთხილოთ დაბრკოლებების შესახებ. ევაკუაციის აუცილებლობის შემთხვევაში თან იქონიეთ პირების სია კონტაქტებით. პირადობისა და სამედიცინო მონაცემების შესახებ ინფორმაცია, რომ მაშველებმა დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო ინფორმაცია. მოამზადეთ წყალგაუმტარი, თბილი ტანსაცმელი, აუცილებელი მედიკამენტები, საბუთები და პირველადი საჭიროების ნივთები. აცნობეთ საზოგადოებას, მაშველსა და სამედიცინო პერსონალს თქვენი შეზღუდვის შესახებ, რომ დროულად მიიღოთ შესაბამისი დახმარება. იყავი ინფორმირებული. შეიტანე შენი წვლილი კლიმატისადმი მედეგი საზოგადოების ფორმირებაში.